ეროვნული ბანკის მხრიდან პრინციპში ბევრ ინფორმაციას ვერ ვიღებ, თუმცა ნამდვილად ეკონომისტების მოლოდინია, რომ არჩევნების შემდეგ ლარს კარგი დღე ნამდვილად არ ელის, მიუხედავად ეროვნული ბანკის მცდელობისა, ლარი დოლართან მაინც გაუფასურებულ ნიშნულზე რჩება, რაც ლოგიკურია, რადგან კურსი მცურავია და მას ბაზარი არეგულირებს და მაინც ეროვნული ბანკი ჯიუტად ხარჯავს ძვირფას რეზერვებს, ბოლო ორ კვირაში 113.400.000 დოლარი დახარჯა, თუმცა რეალურად უშედეგოდ. რატომ დაიხარჯა 10 დღეში რეზერვებიდან ამხელა თანხები ლარის გასამყარებლად, მაშინ როცა ეროვნული ვალუტა რეალურად მკვეთრ გაუფასურებას არაჩვენებს. ამის საპასუხოდ სების მიერ გავრცელებულ რელიზში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. სხვათა შორის ზუსტად იდენტური პასუხი აქვს ამ კითხვაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და პრინციპში ეკატერინე მიქაბაძე არ უარყოფს, რომ მიმდინარე ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტას არანაირი რეალური ფუნდამენტური ფაქტორი არ არყევს. მით უმეტეს ამ განმარტების ფონზე აბსოლუტურად ბუნდოვანი ხდება, რატომ აფასებს ეროვნული ბანკი ლარის ორ სამთეთრიან გაუფასურებას ჭარბ მერყეობად, თანაც წინასაარჩევნოდ, მაშინ როცა ბაზარი მის მიერ გამოტანილ რეზერვებს სრულად არც კი ითვისებს. ანუ რეალური მოთხოვნა არც არის და ეს ბოლო ორმა ინტერვენციამ დაადასტურა კიდეც. რა შედეგი მოგცა გუშინდელმა ინტერვენციამ? ბევრი არც არაფერი. რეზერვების გაყიდვამდე 1 დოლარი ბლუმბერგზე 2 ლარისა და 73 თეთრის ფარგლებში ივაჭრებოდა, დღეს კი ეროვნული ვალუტა 2 ლარისა და 71 თეთრის ფარგლებში ივაჭრება. ჯიხურებში უფრო მეტადაც კი. დაახლოებით იდენტური ეფექტი ჰქონდა 8 ოქტომბერს განხორციელებულ ინტერვენციას და ლარი დღის განმავლობაში 2 თეთრით გაამყარა, თუმცა მერე კვლავ გაუფასურების მრუდეზე დააბრუნა. ანუ გამოდის, რომ ბოლო ორ კვირაში ლარის საშუალოდ სამთეთრიანი გამყარება 113 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდა, თანაც ეს ღია ინტერვენციების სახით. ჯერ არ ვიცით, რამდენი დოლარი დახარჯა მარეგულირებელმა დამატებით ეგრეთ წოდებულ ბიმაჩ პლატფორმაზე. და თან აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლარი გამყარების ნაცვლად ინტერვენციების შემდეგ დღეებში გაუფასურების ტრენდს აგრძელებს ხოლმე. მოდი მოვისმინოთ, რით ხსნის ეროვნული ბანკი ბოლო 2 კვირის ორ ალოგიკურ ინტერვენციას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭარბი მერყეობა, სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული ჭარბი მერყეობა ფიქსირდება ბაზარზე, რომელიც არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით, ამ შემთხვევაში ჩვენ ვყიდით კიდევაც უცხოურ რეზერვს. სწორედ ასეთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე. არის ეს ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, რომლის ეფექტი გაგრძელდა, შესაბამისად სწორედ ამ ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბების გასანეიტრალებლად განხორციელდა ინტერვენცია. ზედმეტი მერყეობის შესარბილებლად იქნება ეს გამოწვეული გაურკვევლობით, თუმცა ძირითადი მიზეზი მაინც იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია. არაფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე ზედმეტი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება როგორც წესი ჩვენს მიერ ვალუტის გაყიდვა. ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამოწვეულ გაუფასურებას არა და ვერ შეებრძოლება ვერც ერთი ცენტრალური ბანკი, ვერც ერთი რეზერვი. და მიუხედავად მოსმენილი არგუმენტებისა, თუ ბაზარზე გამოტანილი ასეულობით მილიონი დოლარისა ლარი მნიშვნელოვან გამყარებას მაინც არაჩვენებს. მარეგულირებლის ინტერვენციებს საპირისპირო ეფექტი აქვს. დაეჭვებული ბაზარი პირიქით აღიქვამს, რადგან ეროვნული რეზერვს ყიდის. ესე იგი, გაუფასურება იმდენად დიდია, რომ უნდა შეკავდეს და ქმედებაც შესაბამისია. ყველა იწყებს ვალუტის შესყიდვას, რაც ლარს კიდევ უფრო მეტად აუფასურებს. ეკონომისტების შეფასებით სიტუაცია ახლა გაურკვეველია. გვაქვს სების განმარტებები, რომელიც რეალურად არაფერს გვაძლევს და თუკი ობიექტურად შევხედავთ ფართო სურათს, გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო გარემოა, ნამდვილად არ არის აუხსნელი, თუ რატომ ხდება დანაზოგების გადახურდავება უცხოურ ვალუტაში. მოკლედ, ბიზნესი არის დამოკიდებული მეტწილად იმპორტზე, შესაბამისად, როდესაც შემოსავალი კერძო სექტორს აქვს ლარში და უწევს პროდუქცია უცხოურ ვალუტაში შეიძინოს, აკეთებს გარკვეულ პროგნოზს და თუკი ელოდება ლარის გაუფასურებას, შესაბამის თადარიგსაც იჭერს და იმ შესყიდვებს, რომელიც პერიოდულად უნდა განეხორციელებინა,
არჩევნებამდე ხდება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მთავრობის მიერ გააზრდილი ფისკალური ხარჯვა, რომელიც ტრადიციულად მკაფიოდ შესამჩნევი ხდება ხოლმე წინასაარჩევნოდ, რაც ბაზარზე ლარის ჭარბ მიწოდებას იწვევს და ეროვნულ ვალუტას აუფასურებს. და კიდევ ერთი შემცირებული ფულადი გზავნილები, დონორების მხრიდან გაყინული დახმარებები, უკვე დაწესებული და მოსალოდნელი ფინანსური სანქციები, მუდმივად კლებაში მიმავალი ინვესტიციები. ყველა ეს ფაქტორი ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას ამცირებს, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების შემდეგ ცვლილებები არ იქნება კრიზისი და ეკონომისტების შეფასებით არ არის მოსალოდნელი, რომ სებმა მსგავსი პოლიტიკა განაგრძოს, ანუ ბევრ ინტერვენციას აღარ განახორციელებს და ლარი გაუფასურდება. ინტერვენციების განხორციელების პარალელურად ბიმეჩ სისტემაში ამ ვაჭრობის დინამიკას დავაკვირდებით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ დოლარს ყიდდა ერთჯერადად კონკრეტულ შოკებთან საბრძოლველად, მაგალითად ცენტრალური ბანკი შემდგომში ყიდულობდა გარკვეული ლაგის დაგვიანებით თვითონ ამ ბიმეჩ სისტემაში პირდაპირი გზით. ნუ ეს რაზე მიგვითითებს? ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ეროვნული ბანკი ამ რაღაცა მერყეობებს უყურებს როგორც მოკლევადიან შოკებს, რომელიც რაღაცა მოლოდინებით ან არაფუნდამენტური ფაქტორებით არის გამოწვეული და იმიტომ ერევა ესე რაღაც ეპიზოდურად და არა განგრძობითად რაღაც კონკრეტული ამ შოკების შოკებთან საბრძოლველად. სების ამჟამინდელი მისია არის არჩევნებამდე კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. თუ ჩვენ რაც არ იქნება სასურველი, გვექნება არჩევნების შემდეგაც კრიზისის ნიშნები, არ მგონია სებმა იგივე პოლიტიკა გააგრძელოს და გააგრძელოს კურსის ასე ვთქვათ ჭყალებში დაჭერა. მე მგონია, რომ ამას უფრო აქვს ხასიათი არჩევნებამდე, რომ მქონდეს სურათი კურსის სტაბილურობის შესახებ, როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, ვარაუდობ, რომ თუ კურსი უნდა გაუფასურდეს, კრიზისიდან გამომდინარე, სები ამას დაუშვებს. სხვათა შორის ეკონომისტების ნაწილი ღიად ამბობს იმასაც, რომ ეროვნული ბანკის მიერ გახშირებული ინტერვენციები პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო პერიოდთან. ამ ფონზე კი მეტად სავარაუდოა, რომ მარეგულირებელი მთავრობასთან შეთანხმებულად მოქმედებს. სხვათა შორის ამ ეჭვებს ეხმაურება Global Finance-ის შეფასებაც, რომლის მიხედვით ნათია თურნავას ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი აქვს. მეტი კონკრეტიკისთვის კი გამოცემას მოჰყავს თურნავას მიერ 1 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როცა მან ვერ შეძლო აღესრულებინა საერთაშორისო სანქციები საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში და საგამონაკლისო წესი დაუშვა, რასაც დაემატა ისიც, რომ როცა რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობდა, მან მთავრობის დავალებით რეზერვების ხარჯვა დაიწყო ლარის შესაკავებლად. რაც შეეხება კურსს, ბოლო მონაცემებით ამ წუთებში 1 დოლარის ღირებულება ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 2 ლარისა და 71 თეთრის ფარგლებშია, სავალუტო ჯიხურებში კი 2 ლარისა და 72 თეთრის ფარგლებში. გამოდის, რომ ლარი ინტერვენციებზე პირიქით რეაგირებს და კვლავ გაუფასურებული რჩება, ისედაც აღელვებული ბაზარი კი კიდევ უფრო არასწორ მესიჯებს იღებს მარეგულირებლისგან. ამასობაში ქვეყანაში შემცირებულია ასევე ფულადი გზავნილები, რომელიც ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ.